რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში ველოდება ხვალ. სოფლიოს მეოთხე ადგილზე გასულ ნაკრებს ვეთამაშებით. მე ვფიქრობ, რომ ესეთი თამაშები ჩემი მოთამაშეებს კიდევ უფრო გაზდის. რა თქმა უნდა, ძალიან რთული მისია გვექნება პირველი ადგილის დაკავებისთვის, მაგრამ ჩვენთას ყველა ვარიანტში ვეცდებით. ძალიან კარგია, რომ გავინახდით პლეი-ოფის აგზური, ეს კიდევ უფრო შვებას მიცემს ბიჭებს, უფრო მეტ თავისუფლებას. და ამდენი თამაში მაქვს მე პირადად ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული, ესეთი მძიმე თამაში, როგორიც კოსოვოში ჰქონდა, მე ვერ გავიხსენებ. ასე რომ მინდა პირველ რიგში აუცილებლად ჩემ ბიჭებს დიდი მადლობა უთხრა იმ ბრძოლის უნარიანობისთვის, იმ ხასიათისთვის, რაც ბიჭებმა გამოავლინეს და ზუსტად სწორედ ეგ ქონდა თამაშის საუბარი ბიჭებთან, რომ აი ესეთ თამაშებში ყველა ერთად გავიზრდებით, იმიტომ რომ ზუსტად აი ესეთი თამაშები, აი ზუსტად იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცა ბედის გადაწყვეტის იმაში აი თავდაჯერება გვაძლევს უკვე მომავლის იმედს. უკვე მესამე შესარჩევი ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის, ყველას გახსოვთ პირველი შესარჩევი ძალიან ძლიერი თამაში რუმინეთთან დავმარცხდით, შემდეგი ევროპის შესარჩევი უკვე ევროპაზე მოხვდით, სადაც 8 საუკეთესო გუნდში გავედით. ეხლა ამ ევროპის შესარჩევზე კლუბ პლეი-ოფში მინიმუმ უკვე ადგილი გარანტირებული გვაქვს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სწორი გზით მიდის ქართული ფუტზალი, ვითარდება ის ბიჭები, ვინც დღეს იცავენ ნაკრებში თავის დროშას. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი მომავალი აქვს და ის კურსი, რაც აღებული აქვს ქართულ ფუტზალს, ფეხბურთის ფედერაციას, რა თქმა უნდა, ერთად ვფიქრობ, ჩვენსაც მივახცევთ და კარგია, რომ კიდევ ძალიან დიდი შანსი გვაქვს იმისი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვიდეთ. ძალიან რთული თამაში იყო, ჩვენი ნაკრები გავედით, ვიბრძოლეთ და შედეგით სახეზეა წამოვიღეთ 3 ქულა, გავედით პლეი-ოფში, ნაკრებში ძალიან კარგი განწყობა არის. ჩემთვის ეს შესარჩევი იყო, ესე ვთქვათ, დებიუტი მქონდა შესარჩევში. ესეთ მნიშვნელოვან თამაშში გოლი გავიტანე, ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგისთვის და ეხლა დავგჭა ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან, მოგხსენება ძალიან რთული ნაკრებია და ჩვენი ნაკრები ყოველთვის გავდივართ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და ეს მოგება წამოვიღოთ ჩვენთვის. ძალიან ძლიერი ნაკრებს ვეთამაშებით. პირველი ადგილისთვის თუ გვინდა რომ ვიბრძოლოთ, გჭირდება 4 ბურთით გამარჯვება. ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში იქნება. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ 5 ძირითად ფეხბურთელს ყვითელი ბარათი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ის 5 ფეხბურთელი, რომელიც ამ თამაშში ყვითელ ბარათს მიიღებს, ტოვებს უკვე პლეი-ოფის პირველ თამაშს. არ ვიცი, რაღაც ოქროს შუალედი ყველამ უნდა ვიპოვოთ ალბათ, რომ თან 100%-ით გამოვნახოთ ძალები და ვეთამაშოთ ესეთი დონის ნაკრებს და თან ვიფიქროთ უკვე, რა თქმა უნდა, პლეი-ოფის თამაშზე, სადაც უკვე ოფიციალურად განახდებოდი გვაქვს.